ჩვენი დღევანდელი სტუმარია ნატაშკა ნათია-ლომსაძე, რომელიც ებრძვის ავტისებიან სარკომას და რომელსაც ჩვენი სოლიდარობა სასიცოცხლოდ ჭირდება. ნატაშ, პირველ რიგში მადლობას გიხდი, რომ მოხვედი ჩვენთან შენი ამბის გასაზიარებლად და მინდა რომ მომიყვა შენი ისტორია, როგორ დაიწყო შენი შეხება პირველი დიაგნოზთან. მოგესალმები გვანცა, მადლობა მოწვევისთვის. ჩემი შემთხვევა იყო ერთ მშვენიერ დღეს, სრულიად რომ არ ველოდებოდი არანაირ ცუდ მდგომარეობას ჩემსას, მოვხვდი კლინიკაში და აღმომაჩნდა მიომა. გამიკეთდა ოპერაცია კეთილთვისებიან მიომაზე, დავასრულეთ ოპერაცია, გამწერეს, მითხრეს რომ კარგად გრძნობდი თავს ისედაც და ვიყავი კარგად, მაგრამ მომივიდა კვლევის პასუხები, სადაც ეწერა რომ მქონდა სიმსივნე. გავაგზავნეთ დამატებითი კვლევები, მერე მოვიდა რომ იყო სარკომა, მეოთხე სტადია, საშვილოსნო სარკომა ავთვისებიანი. ექიმმა არ აღიარა თავისი შეცდომა, იმიტომ რომ არ შეიძლებოდა ჩემთვის ოპერაციის გაკეთება, მით უმეტეს მქონდა სარკომა და გამიკეთდა ოპერაცია და ამ დროს არაფრით არ შეიძლება პაციენტს დანადაადო და გაუკეთო ოპერაცია. მაგრამ ექიმის შეცდომის შედეგად ჩემი მდგომარეობა უფრო მეტად დავრთულდა და ესე შემორჩა ეს ჩემი დიაგნოზი ხელთ. ეს იყო პირველი შეხება ჩემი ამ პრობლემასთან და შეჯახება. 6 თვეა უკვე ამ პრობლემას ვებრწვი. კურნალობ თურქეთში, აჯიბადემის კლინიკაში. შენი გამოცდილება ერთ მაგალითს გვაჩვენებს, რომ საქართველოში ხშირად არ ხდება პაციენტის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება, რასაც უნდა ითვალისწინებდეს როგორც ჯანდაცვის სისტემა, ისე ექიმები და კლინიკები. შენ თქვი, რომ ექიმის შეცდომის გამო მოხდა და ესე დაგიმძიმდა მდგომარეობა. და რა ნაბიჯები მოყვა მე ამ ყველაფერს, სახელმწიფო დაგეხმარა თუ არა, თურქეთში მკურნალობ? და ამაში როგორ გეხმარება, თუ გაფინანსებენ, თანადაფინანსებით მაინც და რამენაირად თუ არის შენი ქვეყანა ჩართული იმაში, რომ შენ მიიღო სრულფასოვანი მკურნალობა, ის რასაც საქართველოში ვერ იღებ თურქეთში. ჩემ შემთხვევაში გვანცა, მე რომ ერთი ოპერაცია ხომ შეცდომით გამიკეთდა, იმიტომ რომ მქონდა რეალურად სიმსივნე და უნდა გამკეთებოდა ქიმია და არა ოპერაცია. ამ ოპერაციას მოხდა ჩემი ორგანოების დაკარგვა. და ამის მერე ესეც რო არ იგმარეს, კიდე ხელმეორედ გამიკეთეს ოპერაცია. დღემდე არ ვიცი რა გამიკეთდა, იმიტომ რომ თვითონ ექიმაც არ იცის რა გამიკეთა. და თურქეთში წავედი პირველ რიგში, იმიტომ რომ ისეთ პროფესიონალ პროფესორს მოვიდა ჩემ кейსზე შეცდომა, რომ სხვას იმის გარდა უკვე ფიზიკურად ვერ ენდობი. ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე პროფესორია ეს პიროვნება. და თურქეთში წასვლა პირველი გადავწყვიტე იმის გამო, რომ ნდობა აღარ მქონდა საქართველოს ექიმებისთვის. პეტიროპეტია, ჩაწერა ხაშურში გაქვსო და ვიცით რა არისო, 3500 ლარი უნდა გადაიხადოთო, იმიტომ რომ ვერ დავაფინანსებთო, ან უნდა იყო ჩაწერილი თბილისში, ან უნდა იყო ჩაწერილი ბათუმშიო და ეხლა მე ხაშურში დავიბედე და გავიზარდე და არ ვიცოდი თუ დამჭირდებოდა. არ ფინანსდება. ვინც არის ჩაწერილი, იმათთვის არ ფინანსდება. არა, ხაშურის მე მაგალითად ხაშურში რომ ვარ ჩაწერილი, უნდა მივიდე გამგეობაში, იქ ვისაც რამდენით უნდა ამ ხოხერს 3500 ლარი. ამ 3500 ლარიდან მაგალითად იქ გამგებელი გადაწყვეტავს, რომ მე მიფინანსდება მაგალითად 900 ლარიდან 500 ლარი. დანარჩენი თანხა უნდა გადავიხადო მე. აღარავინ აღარ დამიფინანსებს, მაგრამ რომ ვიყო თბილისში ჩაწერილი, მე კიდე შანსი მაქვს, რომ ერთ 64 ადგილას მივიდე, მე ამის დაფინანსებას ველოდ როდის იქნება კომისია, როდის გაიტანებენ დაახლოებით 2-დან 3 კვირამდე ჭირდება ამას და მე მომივა მაგალითად ნახევარს დამიფინანსებენ, შეიძლება. შანსია თუ იქ ვიღაცა მივაშველი და ნაცნობი მყავს ჩემი და იქ მუშაობს, კიდე არის ამის დიდი ალბათობა, რომ 1500 ლარი დამიფინანსოს მთავრობამ. სხვა შემთხვევაში რაიონი რასაც გადაწყვეტავს, ეგაა დაფინანსება. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ ეს იყო, რომ წინასწარი კვლევები შედიოდეს დაფინანსებაში და რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ქონდეს ამაზე ყველას, რომ მარტო თბილისში ჩაწერილს და ბათუმში ჩაწერილს არ უფინანსდებოდეს ეს წინასწარი კვლევა და წინასწარი კვლევა უნდა ფინანსდებოდეს სრულად, იმიტომ რომ ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ასევე, როგორც ვიცი, ჯანდაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით
აქ რაღაც ლიმიტი გაწერილი, რომლითაც უნდა დაგეხმაროს, როდესაც საზღვარგარეთ მკურნალობ საქართველოს მოქალაქე და ეს ლიმიტი ეხება თუ არ ვცდები $10,000. მე მოვიკითხე ეს ამბავი თურქეთში, სადაც მკურნალობ, რომ ვეღარაფერს ხო იცი რო გაგიჭირდება და თან გიჭირს რო გშია ადამიანს სხვა გაჭირვებაა და რო გტკივა და წამალს ვერ ღებულობ იმის გამო რომ საშუალება არ გაქვს ეს უკვე სულ სხვა მომენტია და რო ვიკითხე ამასთან დაკავშირებით მითხრეს რომ საქართველოში რაც ფინანსდება ვითომ რო დაფინანსებას უძახიან და იქ რო ამბობენ რომ ვაფინანსებთ ყველაფერსო იმაზე საზღვარგარეთ არ დაგაფინანსებენ ანუ პეტი რაც საქართველოში კეთდება და ვითომ ეს გამგეობა რომ მოგიგდებს 100 ლარს 3500 რო გადასახდელი და 100 ლარით რო დაგაფინანსებს ეგ მაგის თანხას არ გაძლევენ თურქეთში რო გაიკეთო ქიმია ვითომ საქართველოში რომ გვაქვს და უფასოა და ფინანსდება ამის თანხას იქ არ გაძლევენ და არაფერს მაგრამ სამაგეროდ მთავრობის წევრებს კარგად ხედავ ხოლმე იქ რომ მობრძანდებიან მე იტალიური რესტორანია და კარგად რომ ჩასკდებიან ესე უნდა ვთქვა კარგად რომ ჭამენ იქ კეიფობენ საავადმყოფოში თუ არიან ვერ მიხვდები კეიფობენ და მე იქვე შერატონია 5 ვარსკვლავიანი აჯიბადემში მასლაკ აჯიბადემთან და იქ ცხოვრობენ ხოლმე ზოგჯერ ცოლებთან ერთად ზოგჯერ ნაშებთან ერთად ეს რაც ჩემი თვალით მაქვს დანახული და უხდის მთავრობა და დაჟე უნდა ეხვეწო რომ კლინიკაში მოვიდეს ვიზიტიც კი აგვიანდება. მთავრობა რო იხდის ყველას ფეხებზე კიდია და მე ჩემი საცოდავად აგროვებული ფული რომ აქვს თავპირისპირობით მივდივარ კლინიკაში რომ ვიზიტი არ გავაუქმო და იმას ის ვიზიტი ორშაბათს თუ გავაუქმდება არ აქვს პრობლემა იმიტომ რომ სამშაბათს კიდე დაუფინანსებენ. ეს დარეკავს და გადმოვიცხავ. ნატაშკა, შენი დიაგნოზი ისეთი არის რომ საქართველოში ხალხი რო გაიგებს სიტყვა სარკომას უკვე შიშის არის. შენ შემთხვევაში ის არის ძალიან მაგარი, რომ შენ დროულად მოასწარი და ჩახვედი თურქეთში. და როდესაც გაიკეთე ქიმიოთერაპიები, თქვი რომ 3 ქიმიოთერაპიის შემდეგ შენი სიმსივნე ან სარკომა გაანადგურე. და ეხლა კი გადიხარ მკურნალობას, მაგრამ შედარებით უკეთესი სიტუაცია გაქვს. და მინდა მითხრა, რა გეხმარება და რა გაძლევს ძალას, როცა ფაქტიურად მარტო დადიხარ შენ და ბათურა თურქეთში შენი სიცოცხლის გადასარჩენად. მე რო გავიგე რომ მქონდა სარკომა, თან მეოთხე სტადია, ხალხი ხომ წერდა რომ აი როგორ ხარ უკითხულობ და ვაიმე რა ხდება ხო აინტერესებ. აბსოლუტურად ეხლა მესიჯს რომ ამოწმებდი, ყველაზე მაქვს მიწერილი ისეთი დიაგნოზი მაქვს სასწაული თუ გადამარჩენს თქო. და ეხლა ტყუილი გამომივა რო გითხრა რომ მე ჩავარდი სასწარკვეთაში ვტიროდი და აი არ მომხდარა მსგავსი რამე. პირველი დღე იყო რომ ისეთი ცრემლებით ვტიროდი რომ ეხა მიკვირს ის დღე იყო და ეს მეორე დღიდან უკვე დარწმუნებული ვიყავი რომ გადავრჩებოდი. ანუ არ მოკვდები თქო ამბობდი, მე ჯერა რომ გადავრჩებოდი. და 3 ქიმია რო გავიკეთე, ჩემი 3 ქიმია არის იგივე 9 ქიმია, იმიტომ რომ 3-3 დღე გრძელდება 8-8 საათი და ეს რო გავაკეთეთ პეტი და რომ დაიწყო ექიმა რომ აი ეს თავისუფალია, კერდის უფთა ფილტვებზე მქონდა, ღვიძლზე მქონდა, მუცელში მქონდა და მენჯის გულში მქონდა, 4 ადგილას მქონდა, რომ დაამთავრა და რომ მეუბნება რომ სიმსივნე არ გაქვს, რეაქცია მქონდა ეს ველოდები რომ ეხლა რაღაც სუც მეუბნება, მიჩვეული რომ ვიყავი, რომ მითხრა რომ ეს პასუხები ხო გამოვართვი და მანამდე რომ შევდიოდი ხოლმე ესე რომ მეუბნებო და მე რომ ვიწყებდით ქიმიას. და ესენი ავიღე საცდავად, დათუნიაც ავიყვანე და მეუბნებო რომ საბუთები დამიბრუნე, დამიხატა ვარსკვლავი. ავიმას და გილოცაო და აი მაგ დროს მივხვდი უკვე ვარსკვლავზე რომ მეთქი ალბათ მართლა გადავრჩი, მაგრამ ეს იყო წამიერი, იმიტომ რომ მეუბნება აგრძელებ იგივე ქიმიას, იგივე 3 დღე, არანაირი შეღავათი არ გამიკეთა. ზუსტად იგივე გამიქცევდა. და ჯერ ვერ გავიაზრე ეგ, რომ მე ორგანოები მაქვს უფთა და კერები მაქვს და ამ კერებს ვებრწვი. ეს ვერ გავიაზრე ჯერ, იმიტომ რომ ისე მკურნალობ. მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ნახევარი გზა უკვე გავლილი გაქვს და ნახევრად მაინც დამარცხებული გაქვს სარკომა, რაც ძალიან მაგარია. იმედი მაქვს. და ეხლა რომ მიდიხარ თურქეთში და ძალიან მინდოდა რომ მოგვესწრო ამ ყველაფრის ჩაწერა. სანამ წახვიდოდი, რომ იქიდან რომ დაბრუნდები, მე კარგი ამბები გაგვაგებინო. აი მე ღმერთმა ისმინოს. რომ მითხრათ რომ აი მაგ დღეს მოვესწრო რომ აღარაფერი აღარ გჭირდება და
აღარც ნემს გაგიკეთებთ, აღარც ოპერაციას, აღარც ქიმიას, არაფერს, წადით მე გაგეზრდება და იცოცხლეო. Now it's ეგ მაგას მინდა რომ მოვესწრო რა. მოესწრები, იმიტომ რომ ბევრი წლის წინ ზუსტად ეგეთი ოცნებები მქონდა მე და ახლაც მას ჯანმრთელიც ვარ. და ძალიან ლამაზი мотивაციაც ვარ. შენც ძალიან ლამაზი ხარ და არის ფიქრო რომ მეც არ მქონდა. ანუ არის ფიქრო რომ არა მოგივა წამწამი და წარბი, არც წარბი მქონდა, არც წამწამი არ მქონდა. თან რა არის იცი, შენ მხატვარი ხარ და გამოგდის და ცხოვრებაში არაფერს ვერ ვხატავ, ყვავილს კი არ ვარსკვლავს ვერ ვხატავ და არ წარვებს ვერ ვიხატავ. ერთი ასე მაქვს, მეორე ასე მაქვს. ძალიან ლამაზი ხარ. და მე სიმართლე გითხრა ვერ შევამჩნიე. მასე ხუჭავენ თვალს. ეს არის ის ხასიათი, რომელმაც გადაგარჩინა და არ შემიძლია ვერ ვიტირებ. ეხა ვიკიბო მაქვს და ვტირი. არა, არ შემიძლია. ჩემი დაკალ მეუბნეო, ვერ გკითხულობ, რომ ვიცი რაც გჭირსა და რა იყო, მეთხარ შენ ხო არ გჭირს მე გჭირს თქო. იმის მე რა გკითხულობს. იუმორის გარეშე მე ცხოვრება არ შემიძლია. ეხლა ვერ დავიწყებ ტირებს და ასე მოღრეჯელი სახით ვერ ვიქნებ. თუ ვკვდები, ბედნიერი მაინც მოვკვდე. ძალიან მიხარია ცხოვრება. და ვიცი რომ არა გავიმარჯვებ. ჩვენ პირველ ეპიზოდში ქრისტინამ თქვა, რომ არ გაბედოთო სიცოცხლეშივე სიკვდილიო. ყველაზე მთავარი. და ეგ არის ძალიან მაგარი ზუსტად. 16-17-19 იყო ტანჯვა ჩემთვის. 20-ში უკვე ახსარება ჩაობარე, ვეზიარე. აი მაგათო. სასწაული მამაო მყავს ფეხზე რომ გავარ და დავდივარ, გეფიცებ ჩემი ონკოლოგის კი არა, ჩემი მოძღვარის დამსახურება. მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა. ძალიან. აი წარმოიდგინე მამაო, რომელიც სულ დაკავებულია თან სოფლის მამაოა და დილა იწყებოდა მესიჯით, დალოცვით, საღამო და იცი ყველაზე პირველი რომ გავიგე რომ სიმსივნე აღარ მქონდა. ანუ ეს ორგანოები რო სუფთა მქონდა და წანაზარდები რო აღარ იყო, არ მიფიქრია რომ ვის დაურეკავდი. ჩემთა ჯიმას უთხარი დედა ჩემს დაურეკე. უთხარი რომ სუფთა ვარ თქო და პირველი ინსტინქტურად დაურეკე მივწერე მესიჯი ჩემ მოძღვარს. და ხშირად ვერ ველაპარაკებოდი ხოლმე ისე რომ უნდა მცოდნოდა რომ ამ ლოცვაზე არ იყო ან წირვა არ ქონდა. და როგორც კი მივწერე, ხო გეუბნეოდი მამა ლაზარე სასწაულით გადავრჩები თქო და ეგრევე დამირეკა. და მეუბნეოდა რომ ახსარებაზე რომ მოდიოდიო და საუბრები რო გქონდა, იმდენად ახლოს იყავი ღმერთთან, რომ ვფიქრობდიო რომ ესეთი მომზადებული როგორ არის სიკვდილისთვისაც და სიცოცხლისთვის. უკვე იმ ქვეყნათაც გეგმები მქონდა. ალბათ იქაც გამოვიდოდი და რაღაც უსამართლობის შეგრძნება მექნებოდა კიდე. რა გაძლევს სალას რომ იბრძოლო საკუთარი სიცოცხლისთვის და სხვების სიცოცხლისთვისაც, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ვნახეთ, რომ შენ ბათუმიდან ჩამოხვედი იმისთვის, რომ პაციენტების მხარდასაჭერად აქციაზე ყოფილიყავი. ამას ძალიან დიდი ძალა ჭირდება ჩვეულებრივი ადამიანებისთვისაც კი და შენ მდგომარეობაში, რომ გამოხვედი და პროტესტი გამოთქვი მთელი ქვეყნის უსამართლობის წინააღმდეგ. ეს ძალიან დიდი ნაბიჯია. მე გვანცა იცი შენ კარგად რომ მთელი ჩემი რესურსები რაც ამოიწურა, მაგის მერე ხალხი მეხმარება და სოფლიო დონის საავადმყოფოში გურნალობ და ვერ ბრძვი ამ დაავადებას, მაგრამ საქართველოში გვყავს ონკოპაციენტები, რომლებსაც საქართველოს კლინიკაში რომ მივიდნენ და ელემენტარულად იქამდე რომ მივიდნენ, იმის საშუალება არ აქვს და იქ რა ხარჯებიც უნდა ის ხო ცალკე თემა არის და ის რომ მე თანხა მიგროვდება და ესეთ კლინიკაში ვარ და ვკურნალობ, მე ჩემ თავს ვერ მივცემდი იმის უფლებას, რომ 8 სექტემბერს ეს სახლში დამჯდარიყავი, ის დღე გამეტარებინა მშვიდად წყნარად და მე თქვა რომ აი ხო მე ვკურნალობ და ეს მე არ მეხება. მე შეიძლება კი არა დარწმუნებული ვარ რომ საქართველოში ისეთი მედგაცრუებული ვარ, სულ რო სიკვდილის პირას ვიყო აქ ექიმებთან მე არ მივალ, იმის გამო რომ ჩემი შემთხვევაში შეცდომა დაუშვა იმ ექიმმა, რომელსაც ვენდობოდი და იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ საქართველოს დახმარება ამ ეტაპზე.
და ჩემ შემთხვევაშიც საქართველოს რომ აფინანსებდეს ამ მდგომარეობას, მე არ მომიწევდა არც პოსტების დადება, არც გადაღებებზე სიარული, არც ვიღაცას დახმარების თხოვნა და არც ვალები მექნებოდა და არც მანქანის ყიდვა მომიწევდა და არაფერი მსგავსი არ მოხდებოდა ჩემს თავს. იგივე პირობები რომ იყოს ჩვენს ქვეყანაში, როგორც არის ევროპაში და თუნდაც დაზღვევაც რომ გქონდეს, დაზღვევაც კი არ მუშაობს. წარმოიდგინე, რომ დაზღვევა მაქვს, მაგრამ ვერ მასწვევს. აი, კრიტიკული დაავადებების დაზღვევა არ აზღვევს, ხო? არა, როგორი დაზღვევაც არ უნდა გქონდეს, გამორიცხულია რომ დაგიფინანსოს თუ საზღვარგარეთ წახვედი. არა. არაფერს, ერთ თეთრსაც კი არა. 8 სექტემბერს, როდესაც მე შენ და რამოდენიმე კიდე ონკოპაციენტი ვიდექით. მე არ მგონია ვინმეს კონდეს ჩემზე მძიმე დიაგნოზი. სარკომა არის სიმსივნეების დირექტორი და თან მეოთხე სტადია მაქვს. ესე უძახი დირექტორი მჭირს თქო. და დარწმუნებული ვარ რომ უამრავი ონკოპაციენტი სახლში იჯდა და გველოდებოდა რას ვიტყოდით, რა მოხდებოდა, იმიტომ რომ ვიდეოს ისეთი გაზიარება და ისეთი კომენტარები ჰქონდა და მე ვიცი რომ უამრავი მათგანი საქართველოში არც კლინიკაში იყო მაგ დროს, უბრალოდ აი ესე ისხდნენ ტელევიზორთან. მე მინდა იმ ხალხს უთხრა რომ მაგაცე კარგად შემიძლია ესეთ პოზიციაში სახში ვიყო, მაგრამ ამ დიაგნოზით და ამ ჩემი ტკივილებით გაჩვენე წეღან რა დღეში მაქვს კლავები და ფეხები, მაგრამ მაინც ჩამოვედი. და ჩემი სათქმელი ვთქვი, კიდევ ვიმეორებ, მე არ მკურნალობ საქართველოში. მაგრამ ჩემი თანამოქალაქეები მკურნალობენ, უნდათ რომ იმკურნალონ და ვერ მკურნალობენ. და ამიტომ მოვედი და შედალოცვილო, შენ რომ მკურნალობ, სახში რა გაჩერებს? რაზი ხარ სახში? იქ მიწერ, ეხლა მანდარ გამომიყვანოსო მინისტრზე, მე ვიტყვი ყველაფერსო, გამომიყვანოს რა არის, გამოდი და დადეგი ჩემთან ერთად, ბარბაცით დავდივარ, ხელს მაინც მოვკიდებ რომ დავარდე, დანარჩენს მე ვილაპარაკებ. ზოგი მალავს, იმალება, არ წერენ, არ იმაშები რაღაც თავიანთ ნაჭუჭში არიან და ყველა რო ასე ყოფილიყო თავიანთ ნაჭუჭში, ვერც საქართველოს გადარჩება და ვერც ჩვენ. ისედაც რა გადავჭით. დემოგრაფიული პრობლემის გამო ქვეყანაში უკვე გარდაცვალება ჭარბობს დაბადებას ბოლო 3 წელია და კატასტროფის ზღვარზე ვართ. ზუსტად მაგის გამო დავიწყე ბრძოლა პაციენტების უფლებებისთვის, იმიტომ რომ სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზებს შორის მეორე არის ონკოლოგიური დაავადება. მეც წლებია უკვე სულ რემისიაში ვარ და არაფერი არ მჭირდება, მაგრამ როდესაც ვხედავ რომ ჩემი მეგობრები, ჩვენი მეგობრები, ვისთან ჩვენ საერთოდ ჩატი გვაქვს, ყველა საზღვარგარეთ არის და აქ ვერ ჩამოდიან შიშით, რა იქნება, წამალი ექნებათ თუ არა ხარისხიანი, კვლევა ექნებათ თუ არა, საერთოდ წამალი დაუფინანსდებათ თუ არა, კვლევა დაუფინანსდებათ თუ არა, ექიმს შეცდომა მოუვა თუ არა და ჩვენ ამ ყველაფერთან ერთად გვიწევს კიდევ რომ მინისტრებს დავაჯეროთ, რომ ადამიანების სიცოცხლე არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. პირიქით ისინი ჩვენზე ადრე უნდა აკეთებდნენ ამას და საერთოდ არ უნდა ჭირდებოდეს ჩვენი მითითება, რომ მოუარონ ადამიანებს და ადამიანების სიცოცხლეს. და მე ვთვლი, რომ ეს ჩვენი ხმა მნიშვნელოვანია და ყველა ადამიანის სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ხმა ცვლილებებისკენ გადადგმული პატარა ნაბიჯი იქნება. და საქართველოშიც ვეღირსებით სრულფასოვან მკურნალობას და ხარისხიან მკურნალობას, რაც მთავარია. იმედი მაქვს გვანცა, იმიტომ რომ თუ ყველა ჩვენ სათქმელს ვიტყვით, რაღაც შედეგამდე მივართ. მე დღეს ვებძვი ამ დაავადებას, მე არ ჩვილი მყავს და ვერც მეყოლება ვერ ასწროს. და არიან ონკოპაციენტები, რომელსაც ჩვილები ყავთ და შვილიშვილები და ჩემზე ადრე ისინი უნდა გარბოვდნენ, იმიტომ რომ მაგათმა შთამომავლობამ უნდა იცხოვროს ამ ქვეყანაში, თორე მე თუ აღარ ვიქნები და თუნია მყავს, შვილი მე არ მყავს. ისინი უფრო უნდა გამოდიოდნენ, ვიდრე მე და მე რო დგავარ, შენც მოდი, მე ისიც მოვა და ესე ჩვენი პაციენტების ხმით რაღაცას მივახცევთ და მართლა მჯერა რომ არ ვიცი როდის, მაგრამ რაღაც შეიცვლება. სხვანაირად იმდენი ადამიანი იღუპება ამ დაავადებით, 5700 იყო, ხო, გასულ წელს. ვერ გადავრჩებით. 5700 რომ დაკარგავ მარტო ონკოპაციენტების
გარდაცვალება რო გექნება ამ პატარა ქვეყანაში, რანაირად უნდა გავმრავლდეთ? 13 წელია არის ეს ხელისუფლება მართავს ქვეყანას, ხო, ეგრე გამოდის. ზუსტად 2012 წელს დამისვეს მეკიბოს დიაგნოზი და თითქმის იგივე მდგომარეობაა 13 წლის მერე, რაც იყო მაშინ, როდესაც ეს ხელისუფლება მოვიდა და მაშინ მე მახსოვს, ჩემი ექიმი მეუბნებოდა, რომ ჯანდაცვის ისეთ რეფორმას გააკეთებდნო, ეხლაო შენ არ მოგისწრებს, მაგრამ შენს მერე ვინც დაავადდება, ყველას ევროპული სტანდარტით, ხარისხით და უფასო მკურნალობა ექნებაო. და 13 წელი გავიდა მას შემდეგ და 1 წელია მე ვიბრძვი, რომ რამე მაინც გამოსწორდეს ჩვენ ქვეყანაში. არათუ სრულფასოვანი და ხარისხიანი და ევროპული მკურნალობა. და ჩვენი მთავრობის პირველი პირები აცხადებენ, რომ კიდე 12 წელი აპირებენ დარჩენას. თუ კიდე 12 წელი აპირებენ დარჩენას, რევოლუციას ჩვენ პაციენტები ნამდვილად ვერ მოვაწყობთ, იმიტომ რომ 2 საათი ვიდექით იქ და მე რამდენი ხანი დაგვჭირდა, რომ სასიცოცხლო ენერგია აღგვედგინა, შენ ძალიან კარგად იცი. თუ 12 წელი ჩვენი მთავრობა აპირებს, რომ დარჩეს ხელისუფლებაში, მაშინ ჯანდაცვა აუცილებლად უნდა გამოასწორონ. ეს არის ის, რაც ვერ გადაიდება, იმიტომ რომ 1 წელია გადადეს და გვაქვს შედეგი კატასტროფული. 5700 ადამიანი გარდაიცვალა მარტო წინა წელს. წარმოიდგინეთ, რა არის აი რაზე მწყდება ყველაზე მეტად გული. ჩვენ რო გავაკეთეთ ეს აქცია, მივედით და ჩვენი ტკივილი ვთქვით და არა მარტო ჩვენი ონკოპაციენტების ტკივილი ვთქვით ყველა ერთად. მთავრობა გამოდის და ამბობს, რომ უფასო აქვთო. და ეხლა მოვიდნენ აქო და მოაწყესო კონცერტიო, თითქოს და ჩვენ არ ხვდებოდითო, არ ვხვდებითო და უფასო არ გქონდეთ. რა გვაქვს უფასო? ქიმია? რას თავაზობდა იცი ჩემი ონკოლოგი, სასწრაფოდ უნდა გაგიკეთო ეხლა ქიმიაო, სტანდარტულიო. რას ნიშნავს სტანდარტული ქიმია? იმიტომ რომ იმ ეტაპზე მე ისე მჭირდებოდა ქიმია, იმ ექიმმა ის ვეღარ მითხრა, შენ რა ქიმიაც გჭირდება, ამის დაფინანსებას რო ველოდო, შენ სარკომა მოკლავს და მოდი ახლა ისეთ ქიმიას მაინც გაგიკეთებ, რომ იქნება არ მოკვდეო და თუ ეს წამალი მომკლავდა, ახლა მოვკვდებოდი, მაინც ვკვდებოდი. და ანუ ის შემომთავაზა, იმიტომ რომ დაფინანსებას დრო უნდოდა. სხვათა შორის ეგ ძალიან კარგი საკითხია, იმიტომ რომ ჩვენ ვითხოვდით ზუსტად მედიკამენტების ამატებას. დაფინანსების პროგრამაში. იმ მედიკამენტს კი არ უნდა გაძლევდეს სახელმწიფო შენ, რაც აქვს, რაც გჭირდება, იმ მედიკამენტს უნდა გაძლევდეს. და ეს არის რაღაც, ანუ საპირისპირო, რომ თითქოს გეხმარება და გაძლევს მარტო იმ წამალს, რომელიც თვითონ აქვს და არა იმას, რომელიც გჭირდება. გიფინანსებს იმ კვლევას, რომელიც თვითონ აწყობს და არა იმას, რომელიც შენ გჭირდება. ეს არ არის სრულფასოვანი დაფინანსება არავისთვის და მათ შორის ჩვენ ვიცით, რომ ბავშვებიც კი რამდენი დონაცია გვხდება, რომ ბავშვებიც კი გაცანებული კლინიკებში აკროვებენ და რამხელა თანხებთან არის ეს დაკავშირებული $100,000-თან, $10,000-თან და ჩვენ ხატა ქვეყანაში ერთმანეთს დავეხმაროთ, იმიტომ რომ სახელმწიფოს არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ მოქალაქეებზე. ეს უნდა შეიცვალოს აუცილებლად. და ძალიან დიდი მადლობა შენ, რომ მხარდაჭერა გამოუცხადა ყველა ონკოპაციენტს და მთელ საქართველოს, ვისაც შეიძლება მომდევნო წელს დაესვას დიაგნოზი, იმიტომ რომ ეს სტატისტიკა სამწუხაროდ კი არ იკლებს, მუდმივად იმატებს. ჩვენ ქვეყანაში გარემოს დაბინძურების, სამშველებლო მტვერის და 1000 უმართავი პროცესის გამო. შესაბამისად, ვთვლი, რომ ჩვენ ბრძოლას აზრი აქვს, ჩვენ ხმას აზრი აქვს. და მნიშვნელობა აქვს და აუცილებლად მივაღწევთ თუნდაც რამოდენიმე წელი დაჭირდეს ამ ყველაფერს სრულფასოვან მკურნალობას ჩვენ ქვეყანაში. ჯერა რომ მივაღწევთ და მე თუ არ ვიქნები, მე სადღაც ვიღაცა ხო ნახავს და აი ესენი იყვნენ რომ ყვილოდნენ და გვეშველაო ვიღაცა სადღაც იქნები, აუცილებლად. მე უბრალოდ აუცილებლად კი ვიქნები, მჯერა რომ ვიქნები, მაგრამ ეს თავრობა როდის მოაბავს ამას, შეიძლება ჩემმა სიკვდილმა მიწიოს, სიბერის სიკვდილმა. მაგას ვამბობ. არა, ეგეთი დიდი ხანი არ დაუშვებთ, რომ გაიწევოს ყველაფერი. იმიტომ რომ 13 წელი უბრალოდ ამ ყველაფერზე მე რასაც უყურებ, მეც ველოდებოდი რომ ვიღაც გამოჩნდებოდა და ამას გააკეთებდა, მაგრამ არავინ არ გამოჩნდა და
აბსოლუტურად ყველაფერი უნდა იყოს უფასო. აი, საფრანგეთში ჩვენი თანამოქალაქეები რის გამოც მიდიან, რომ ყველაფერი აქვთ უფასო. აი, ზუსტად ეგ უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში და ვიქნებით ყველა ბედნიერები, გადავრჩებით, აღარავის აღარ ვთხოვთ დახმარებას. Facebook-ი გვექნება იდეალური, აღარ დავწერთ, დაეხმარეთ, კვდება, გთხოვთ, უკიდურესი მომენტია. და აი, ჯერ მარტო სოციალური ქსელი გვექნება საქართველოში ძალიან მაგარი. ცუდი ინფორმაცია ერთით ნაკლები იქნება, აი, მით უმეტეს რომ ყოველ დღე რამდენი ონკოპაციენტის პოსტი შეიძლება რომ შეგხვდეს. მე მაგალითად ყველაზე ცუდ, აი, ყველაზე მარტივად შეუძლია ხასიათი გამიფუჭოს Facebook-მა. ხედავ ბავშვი არის ცუდად, აი, არ აქვს მნიშვნელობა, თუნდაც ასაკიანი, თუნდაც ჩვენი თანატოლი. და არ გაქვს ანგარიშზე საკმარისი დახავა 30 ლარი რო გაქვს და რო იცი რომ თურქეთში მკურნალობს, ეხლა ხომ მით უმეტეს ვიცი 30 ლარი თურქეთში არ უნდა ქნას. სულ რომ იცი ეს 30 ლარი რაც მე მიდევს ანგარიშ მაინც არ ეყოფა და დახევარს რო ვაძლევ, იმიტომ რომ მე ცუნით უნდა ვჭავო და რო იცი რომ ვერაფერი ვერ გავუკეთებ აქტიურად და ფიქრობ რომ აი სხვაც რო დაეხმარებო და რაღაცა უგროვდება. ამით უკვე ხასიათი მიფუჭდება, რომ აი რატო არ უნდა მქონდეს იმდენი რომ მე მაინც დავეხმარო. მაგრამ მე თვითონ ასახმარებელი ვარ, სხვა როგორ დავახმარებ. ხალხი ხომ მირიცხავდა და ვიცოდი ჩემს ანგარიშზე ირიცხებოდა, ვინც ხა მე ვცნობდა, ჩემი მეგობრები მირიცხავდა მე დაგვჭირდა, მეთქი ხა მე ვინ გამომართავს მირიცხავ, თურქეთში ვარ, რო ვიყავით, დაგვჭირდა ეს თანხა. დააკლდა, აღარ ქონდა ვიცოდა ჩემს, ვეღარ მიხდიდა ამ წამლის ფულს. მომადგა რომ მოდიო შენ ხო გაქვს ხო და გირიცხეს 2700 ლარი უნდა მქონო და იცოდა და ამბობდი ამდენი დამერიცხა თქო. 1100 ლარი მქონდა დარჩენილი და კი მაგრამ გარეთ არ გასუხარ, ეწლში ზიხარ, სად დახარჯეო და ჩემ პოსტები რომ ხდებოდა, ჩემს მე რომ ხდებოდა სხვა, ვისაც დახმარება ჭირო, ყველას ურწყავდი 100 ლარს. მომკლა ვიცოდა ჩემო 5 ლარობით გიგროვდებაო, შენ 10 ლარი დაგერიცხა 100 ლარს რატო ურიცხავდი? გეოგარი მომისროდა, სულ მივხარჯავდი იმას. მე აღარ მეყოფოდა, მაგრამ არ შემიძლია ხა მე რას ფიქრობდი, იცი რომ ამიგროვდა, შეიძლება იმას არ დაურიცხეს თქო. მე ურიცხავდი ეს. მაგრამ ისინიც კარგად არიან. ვისაც დავდე, მაქვს კონტაქტი, ხო? იქ ვუწერდი, მეც ონკოპაციენტები ვარ და ჩვენ ერთად გადავრჩებით, თქო, და მე დავმეგობრდე Facebook-ს. მომწერდი და დღეს მეგობრობ, წასულები არიან ზოგი. საერთოდ მე ვიცი რომ არავისთვის მარტივი არ არის, როდესაც საზოგადოებისთვის თხოვნა უწევს თანხის. და მინდა რომ მომიყვე, აი როგორ გადადგე ეს ნაბიჯი, რომ ხალხისთვის გეთხოვა დახმარება. მე ვთვლი, რომ სახელმწიფოს მოვალეობა არის ის, რასაც ხალხი ვითავსებთ მერე და ერთმანეთს ვეხმარებით. და ეს ყველაფერი უნდა იყოს უზრუნველყოფილი ჩვენი ქვეყნის მიერ, მაგრამ სამწუხაროდ დღესდღეობით ისეთი სიტუაცია გვაქვს, რომ ყველა ვიწევს, რომ საზოგადოებას მივმართოთ დახმარების მოთხოვნა. ყველა რთული მომენტი ჩემს სიცოცხლეში ალბათ რომ მითხეს რომ კი მოგაქვსო, რა შეიძლება იმაზე უფრო არ მიფიქრია იმდენი ვიდრე ამ დახმარების პოსტებზე. და დღემდე ძალიან უკიდურესი შემთხვევა რომ აქვს და რომ დამჭირდება, პირველ პირში კი ვწერ პოსტს ჩემი Facebook გვერდიდან ხო ვდებ ჯგუფებში და მესამე პირში ვწერ. იმ დონემდე მიჭირს რომ პირველ პირშივე აი ნათია ლომსაძეს დაუდგინდა დიაგნოზი ეს და ეს. იმას კი არ ვამბობ რომ მე დამიდგინდა, ვერ ვამბობ, მაგრამ ჩემი Facebook-ით ვწერ. ეს არის ყველაზე რთული მომენტი, მე ვარ ადამიანი, რომელსაც არასოდეს არავისთვის ჩემს სიცოცხლეში არაფერი არ მithოვია. და დამჭირდა თანხა იმისთვის, რომ სიკვდილთან მიახლოებული დისტანცირდე. ანუ რაღაცა შანსი დავიტოვო იმის, რომ ვებრძოლო ამ დაავადებას და ამისთვის სამწუხაროდ ფული თუ არ გაქვს, ბრძოლის შანსი საერთოდ არ გაქვს. ეხლა რაც არ გინდა მაგარი იყო, წამლის გარეშე ვერ გადარჩები. და ფული თუ არ გაქვს, შენ კი მოგაქვს და მოკვდები თუ ფულს არ გადაიხდი და მოდი წამას უფასოდ მოგცემო, არც ერთი კლინიკა არ გეტყვის. ჩვენი ქვეყანა არ გეუბნება თურქეთმა რა უნდა გითხრას მით უმეტეს. ჩვენ როდესაც პირველად შევხვდით ერთმანეთს, შენ თქვი, რომ ზუსტად იმის გამო, რომ ეს გიწევს თანხების აგროვება, თანხა დაზოგო, ოჯახის წევრებთან ერთად არ დადიხარ სამკურნალოდ და დათუნია დაკავს, რომელიც ჩვენთანაც მოიყვანე. ეს დათუნია მომიტანა პირველი ქიმიის დროს, მაშინ ვერ დავდიოდი, ეტლით დამატარებდნენ, აი ტკივილების პერიოდი მქონდა და მაშინ მომიტანა
ჩემი ოჯახის ახლობელი ქალი არის ემიგრანტი. იქ კლინიკის პალატაში. აი იმ დღის მერე სადაც მივდივარ გვანცა თურქეთი იქნება, მეგობართან გავდივარ, მაღაზიაში ყველგან დამყავს. აი ყველგან აეროპორტში უკვე მცნობენ გოგო დათუნი და ყველა მიცის. ეს არის ჩემი მეგობარი, რომ მეშინია, რომ მტკივა, რომ მინდა რომ ვინმე მითხრას, ნუ გეშინია, ხა ცოტა გეტკინება. აი ამის ხმით ვლაპარაკობ, რომ ეს მეუბნება, რომ ეხა ცოტა გეტკინება, უნდა გაუცლო. თან ფრენის მეშინია და აი ყველაზე კარგი სასწავლებაა თან ფრენის. ეს არის ჩემი მეგობარი, სანტავიკი, საქართველოს დროშა, ჩვენი სიმბოლო, თავისი ბაბთა და ეს კაჩუკეს. რა რა ქვია? ყველაზე რთული მომენტი კიდევ რა არის ჩვენი როგორც ონკოპაციენტების, იცი რომ ერთი ეს დიაგნოზი გაქვს და მეორე არ გაქვს საკმარისი თანხა გადარჩენისთვის და როდესაც უკვე ხედავ და ფიქრობ რომ აღარაფერი აღარ ეშველება ამას, მაქვს დიაგნოზი, ვერ მკურნალობ და დამთავრდა. და ხედავ რომ მთელი შენი მოქალაქეები ერთიანდებიან, გირიცხავენ თანხას და ტელეფონზე რომ მოდის მესიჯები 1, 5, 10, 15, 100, 50 და ეს თანხები და დღის ბოლოს რომ ნახულობ, მე მაგალითად რომ დავხედავდი და მაგალითად იყო თქვა 3000 ლარი. ფიქრობდი რომ მე უკვე $1000-ზე მეტი მაქვს და ეს $1000-ით მე შემიძლია ერთი დღე გავატარო აჯიბადების კლინიკაში. იქ ერთი ღამე ღირს $1000, სულ რო არაფერი გაგიკეთოთ. უბრალოდ ღამე ღირს რომ გაჩერდ. და აი ქართულ ხალხს რაც შეუძლია დარწმუნებული ვარ რომ დედამიწის ორგზე არავის არ შეუძლია და რატო ისედაც ხო გვიჭირს და ჩვენი ხელფასი რა არის და აი ელემენტარულს რო გიყოფს ეს ხალხი. აი ეგ არის სასწაული მომენტი და მადლობა ჩვენ ქართულ ხალხს, ემიგრანტები მირიცხავენ კიდე და აი ძალიან გვერდში მიდგანან. უდიდესი მადლობა ემიგრანტებს. და მინდა როგვანცა რავი თუ ცუდად არ გამომივა, ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო თათას, გეცოდინებათ გოგო, რომელიც საქართველოში უამრავ ქალს ალამაზებს და ასწავლის მაკიაჟის გაკეთებას, მალუსი ქვია მის აკადემიას, აი 4 შვილის დედა, პროსტ სასწაული გამიკეთა ამ გოგომ. მთელი ეს საქართველო ხო ჩართო ჩემ დახმარებაში, თან რო ცნობილია ეს ვიდეო გავარდა და ეხა ამ ეტაპზე მე რომ მკურნალობას ვაგრძელებ, ეს წასვლა არის მაგ გოგოს დამსახურება, იმიტომ რომ მე მქონდა $1300 და იქ $1300 არის აი არაფერი, ლარნახევარი, ეგ არის. და ამ გოგოს დამსახურება ეხა მე რო ვაგრძელებ და კვლევებს ვიკეთებ და ჩემი მკურნალობა რო გაგრძელდება. რავი, აი მალუ არის ანგელოზი და დღეს კიდევაც მეწერე შეიძლება ერთმა გამომიგზავნა თქო და მალუსნაირები მყავს კიდე მთელი საქართველო, რომელიც მე გვერდში მიდგანან და მეხმარებიან და ჩემ ბათურასთან ერთად მიშვებენ ხოლმე თურქეთში, რომ წამალი გადავისხა და ვიმკურნალო. უდიდესი მადლობა ყველას და მთელი ჩემი ცხოვრება ამ ხალხის მადლიერი ვიქნები. ძალიან მადლობელი ვარ. ეს პოდკასტი ჩაიწერა 13 სექტემბერს. მაშინ ნატაშკა ჯერ კიდევ მძიმე ბრძოლაში იყო ჩართული მე-4 სტადიის სარკომასთან. 2 დღის შემდეგ 15 სექტემბერს ის თურქეთში გაფრინდა მკურნალობისთვის და უკვე 18 სექტემბერს დაბრუნდა დაუჯერებლად კარგი ამბებით. ნატაშკამ დაამარცხა სარკომა. ახლა თქვენ მოისმენთ მის სიტყვებს 13 სექტემბერს ჩაწერილს და შემდეგ ნახავთ ვიდეოს, სადაც ის უკვე გამარჯვებულია. ეს არის ისტორია იმედის, გამძლეობის და იმის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ყველაზე მეტად გამიჭირდა ამ ვიდეოს ჩაწერა. არ ვიცი მე რამდენიც დამაქვს. არ ვიცი ხალხო როგორ გადმოგცე რა, აი რა სიტყვები უნდა ვთქვა, ვერც მე ვერ ხვდები. ქიმია მომიხსნეს, ოპერაციას ფიქრობდნენ, ოპერაციაზეც უარი თქვეს, უარი იმიტომ რომ არ მჭირდება. აღარ იქნება ის ჯოჯოხეთი. 3 დღე რო ვიყავი მიერთებული. პეტზე და MRT-ზე ორგანოები მაქვს სუფთა, არ მაქვს სიმსივნე. ერთადერთი დამიტოვეს ტაბლეტი, რომელიც უნდა ვსვა. კერები, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს სიმსივნური უჯრედები და ჩემ შემთხვევაში განსაკუთრებით და აი კერებთან ბრძოლა არის ყველაზე რთული, იცით, ვისაც გაქვთ გამოცდილება.
კურნალობას ვაგრძელებ, მაგრამ ის მაინც ვიცი, რომ ეს ვენები რა მდგომარეობაც ახლა მაქვს, ცოტა ხნით მაინც რომ მომჯობინდეს რა და ღმერთს ვთხოვ, სამუდამოდ კარგად ვიყო და არასდროს აღარ დამჭირდეს ქიმიის გაკეთება, არც მე და არც თქვენ და არავის. არ ვიცი რა ვილაპარაკე, რა გამომივიდა, მაგრამ ერთის ვიცი, რომ ქიმია აღარ მიკეთდება. ძალიან მიხარია, უზომოდ ბედნიერი ვარ, უზომოდ მადლიერი ვარ უფლის, მადლობა ჩემს მშობლებს, ჩემს მოძღვარს, დედაოებს, საკუთარ თავს და ხალხს, ყველაზე დიდი მადლობა ხალხს, იმიტომ რომ არა ხალხი ეხა მე ამ ვიდეოს ვერ ჩავწერდი. ბედნიერი ვარ, ძალიან ბედნიერი.